მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ მცხეთაში, ამ წმინდა ქალაქში, ვიმყოფებით სვეტიცხოვლის საკათედრო კათედრალურ ტაძარში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მასპინძლობ ძალიან ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრ სტუმარს ევროპიდან. ესენი არიან ექსპერტები, როგორც სამშენებლო ექსპერტები, ესევე რეაბილიტაცია, აღდგენა, ქვის სამუშაოები და სხვადასხვა როგორც თანამედროვე, ესევე ძველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მშენებლობისა და აღდგენა რეაბილიტაციის ექსპერტები. შესაბამისად, ჩვენ გორდონის განმავლობაში უკვე ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვინახულეთ საქართველოში. დედაქალაქში დავათვალიერეთ ბევრი ძალიან კარგი, როგორც ახალი თანამედროვე არქიტექტურის ძეგლები, ესევე დავათვალიერეთ რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ახლა ვიმყოფებით მცხეთაში, სადაც ჩვენ სტუმრებთან ერთად ვნახულობთ და მოვინახულებთ მცხეთის ჯვარს, მოვინახულებთ სამთავროს, სვეტიცხოველში ვიმყოფებით და გარდა ამისა ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და რეაბილიტირებულ ძეგლებს, რომელიც ესე უხვად გვაქვს და გვაჩუქა უფალმა. ამის შემდგომ ჩვენ მივემგზავრებით უკვე ზესტაფონში, კონსტრუქტორში, სადაც გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ერთად და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად. შემდგომ უკვე გვექნება ვიზიტი როგორც დღესდღეა და ხვალ ქუთაისში, სადაც მოვინახულებთ უკვე რეაბილიტირებულ ბაგრატის ტაძარს, ასევე მოვინახულებთ გელათის საკათედრო ტაძარს და შემდგომ გვექნება თანამედროვე არქიტექტურის და მშენებლობების დათვალიერება, ეს ახალი ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისში მდებარეობს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ესეთი ტიპის ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ გვინდა, რომ გავაკეთოთ გაცვლითი პროგრამები, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს კოლეგებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლონიის ძალიან ცნობილ სკოლას და რომელიც გახლავთ საოცარი მიმართულებით და საოცარი მიგრირების თანამედროვე როგორც არქიტექტურის, ასევე სარესტავრაციო კონსტრუქციული ნაწილის სამუშაოების აღდგენისა და რეაბილიტაციის მიმართულებაში და გეგმავთ, რომ გავაკეთოთ გაცვლითი პროგრამები, გეგმავთ, რომ ჩვენ როგორც ჩამოვიყვანოთ მათი ექსპერტები და სტუდენტები, ესევე ჩვენი პედაგოგები, ჩვენი სტუდენტები ჩავიდნენ პოლონიაში, მიიღონ გამოცდილება, შეისწავლონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უდიდესი ქვეყანა, რომელიც გაახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, როგორც მოძრავი, ისევე უძრავი ძეგლები ცნობილი, გავზარდოს სპეციალისტები და მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც ზუსტად ამ მიმართულებაში იქნებიან განვითარებული და დახელოვნებულები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერასმუსის საინტერესო პროგრამა მიმდინარეობს ძალიან დატვირთულად, ღრმაშინაარსობრივი სხვადასხვა ტიპის თემისა და პროექტების მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს მხარდამჭერების ყურადღებისთვის და კოლეჯის სპექტრი გეგმავს ჩვენს კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს მომავალში. გისურვებთ წარმატებებს თქვენ და ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავალისაკენ. მადლობა.